სურო შელბი მუსტანგიც რო ავიღოთ, ეგეც კი. კი. მაგაზე ცალკე ვიდეოს გავაკეთებთ კვირდებით. აუცილებლად. აი Need for Speed-ის მუსტანგზე ცალკე ვიდეო გაკეთდება, პირობას ვდებ. მოგესალმებით. ეს არხი გუჩას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ Need for Speed-ის Ford Mustangs. ჩემი ოცნების მუსტანგია ეს მანქანა. და თუ გახსოვთ, ერთ-ერთ ვიდეოში დაგპირდით, რომ მანქანაზე ცალკე ვიდეო იქნებოდა. მე даже ვიდეოს მახსოვს, რომელი ეს 60-ის ვიდეო იყო. რეპლიკების თემა და რაღაცა რო ვთქვით. აი მანდ ვახსენეთ ეს მანქანა. შეიძლება არ მახსოვს. ხო. და ეს არის მაისტოს წარმოების მოდელი, რომელიც 10 წელია უკვე გამოდის. 2014 წლის აპრილში გამოუშვეს რა პირველად ეს მოდელი და იმის მერე გამოდის და ძალიან მაგარია 1.24 მასშტაბის მოდელია. მოგესალმებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ. დააკომენტარეთ 10,000 გამომწერზე მთავარ სურპრიზს გაჩვენებთ. ხო, ბოდიში გაწყვეტინებ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ ჩვენ გამომწერს, რომლის დონაციის ამბავია. ხო. დონაციის ამბავია. ხო, აი დონაციას რო გააკეთებთ, ესეთი მაგარი მოდელები მოდის ხოლმე რა. კი ბატონო. ხო. დავიწყოთ და მერე ვიტყვი მაისტომ რა და როგორ გააკეთა მოდელში. დაიწყე ჩვენი ლაპარაკი. მე ჩუმათა ვარ. ჩუმათა ხარ? არა, ეხლა თვალ ჩუმათ არა ვარ. ხო, მოკლედ Need for Speed არის 2014 წლის ფილმი და არის ჩემთვის საუკეთესო თამაშის საუკეთესო ეკრანიზაცია. შენი სტიქია კი ბატონო. ხო, არა, ჩემი სტიქი არა. ზოგადად თამაშის ეკრანიზაციები არ გამოდის მომე კარგი. ხო. და ეს რატომღაც ძალიან მაგარი გამოვიდა და ეხლა მაგარი რაღაცა უნდა ვთქვა. კი ბატონო. თქვენ ხო იცით რომ მე ფორსაჟის ფანი ვარ. და ეს არის ფილმი, რომელიც მინიმუმ ბოლო ფორსაჟებს ჯობია. ბევრად. და იცით რატო ჯობია? იმიტომ რომ ზღაპარი არ არის. ანუ ზღაპარი არ არის რა. ზღაპარი ანუ როგორ რა ამ ფილმში არის ბევრი მანქანები. არის Testo Elemento, Lamborghini, არის McLaren-ი, SLR McLaren-ი, Mercedes-ი, Koenigsegg-ები და ეს მანქანებს არ დაუყენეს. ხო. მინიმუმ რა. და ხო ის რა ვქვია, დუბლიორები არ არის გამოყენებული. დუბლიორები არ არიან გამოყენებული და ყველა ილეთი შესრულებულია მსახიობების მიერ. მოიგრია? კი. არა, თითქმის ყველა ილეთი დუბლიორები არის, კასკადიორები არიან გამოყენებული. 90% მსახიობების გაკეთებულია. მართალი ხარ. და ხო, თავარი არის რამდენი იყო ამ ფილმის ბიუჯეტი. აი ხო ეგეთი მაგარი მანქანები და სულ რაღაც 66 მილიონი დაჭდა ფილმი მეტია. და მეორე სერიაც რატომ არა ვხვდები რატო არ გადაიღეს, მაგრამ ანუ მეორე სერია რო გადაიღოთ უკვე ბანძობა გამოვიდოდა რა. სხვათა შორის მე მგონი რომ იგეგმება. უნდათ, მაგრამ არა მგონია რომ გააკეთე. და სად მივხვდი, იცი რომ კარგად იყო გაკეთებული. ყველას ხო გითამაშიათ Most Wanted. Need for Speed Most Wanted. აი პოლიცია რო აჩერებს მანქანას. აი რო გიჭერს რა. აი ზუსტად ეგრე არის გადმოტანილი ტობი მარშალის დაჭერის სცენა. ერთ-ერთი ეგრე იჭერენ. მოკლედ მოყვები ხო? ხო, და ბარემ ამ მანქანის შექმნის ისტორიას. მოკლედ ფორდმა სპეციალურად მაგ ფილმისთვის დაამზადა 7 წალი მუსტანგი. 2014 წლის ხო 2014 წლის შელბი GT500-ები. შელბი გამოიყენეს. კი ბატონო. ყველაფერი იგივე აქვს. რაც შელბის ძრავის თამადობით.
ხო, ძრავით მაგარია კი. ძრავი არ შეუცვალეს, იმიტომ რომ ფილმისთვის და იმ ტრუკებისთვის, რაც უნდა გაიგეთ, სავსებით საკმარისი იყო, სულ რაღაც 662 ცხენი აქვს. სულ რაღაც. თან 2014-ში შეცვლილი აქვს დისკები, კრილოები, უკანა სპოილერი არის გაკეთებული. კაპოტი აქვს შეცვლილი, წინაში თქი, უკანაში თქი. კადრებში ნახავთ. ხო. ხო და სარკეების მაგივრად უყენია კამერები. კამერები აყენია კი. ხო. და კინოში როგორ არის ხა რა, ეს რომ მოიყვანეს ეს. ამბობენ ეგეთ რაღაცას, რომ შელბი აკეთებდა ამ მანქანას და ვეღარ დაასრულა და ჩვენ უნდა დავასრულოთ. ხო. და იქ აწყობენ ამ მანქანას და იქ ტრეკზე ტესტები და მთელი ამბავი და მე უნდა გავყიდოთ და რაღაცა რა. და კინოს ყვები? ნუ ისე მოყვები რომ თავარი მომენტები არ მოყვე. მაგრამ ის მაინც უნდა თქვა რომ ეს ის არის რა ქვია. დაიმტრევა ეს მანქანა. ხო, ნუ და რატო დაიმტრა რომ მუსტანგი ამ კუზავს დაემშვიდობა მანქანით და გამოიყვანეს ეს 15 კუზავს ისა რა ქვია პრეზენტაცია გააკეთეს მაგ ფილმში. ხო. და იმის მერე რაც ეს მუსტანგი ვნახე და რა მარტო მე იმის მერე ვამბობ რომ ესეთი მუსტანგი მინდა. ჩემი ოცნების მანქანა გახდა რა მოკლედ. იმიტომ რომ მუსტანგი არის ჩემთვის იდეალური გასართობი მანქანა. გასართობი მანქანა. არა, ეგრე არ არის. ეგრეა ნამდვილად კარგი მანქანა არის. ფილმიც მაგარია. ფილმი მეც ძალიან მომწონს. და ყველაზე მაგრა ის მომწონს რომ კიონიქსეგებს და ბუგატებს და ეგეთ რაღაცებს არ შეაჭირეს. აი სხვათა შორის მაგ ფილმისას ზუსტად აეგ მომეწონა რომ ინდური ფილმივით არ გააკეთა. ფორსაჟით. როგორც ფორსაჟმა გააკეთა. ბოლოს ამ სერიაში. ხო რა, ანუ მუსტანგი გამოიყვანეს ისე როგორც კარგი მანქანა. ხო. და არა როგორც ყველაზე მაგარი მანქანა. ხო, ეხლა ჩვენ წარმოიდგინებ მართლა ინდური კინო გამოვიდო და ბუგატი ვეირონთან და SLR მაკლარენი. ხო, SLR მაკლარენი და კიდე სალენი და ეგეთ მანქანებს რო დაუყენებ ფორდ ბოლო სამი აგერაერი იყო. და იმასთან უნდა დაეყენებინათ ეს და ამას რო გაესწრებინათ. ხო. ხო, ეხლა მთავარი უნდა თქვა. ის მანქანები რეპლიკები იყო. მაგრამ აი მანქანები კადრებში რომლებშიც მანქანები არ მოძრაობს, იქ უკვე ნამდვილი მანქანები. თან ყველა ნამდვილი მანქანა. კი, და რომლებშიც უკვე მოძრავი კადრები არის, იქ და რომლებიც იმტრევა, ეგ უკვე ყველა რეპლიკებია და მაგ ყველა სხვათა შორის ერთი და იგივე ძრავები. LS-ის კამაროს და კორვეტის ძრავები. ხო, კამაროს და კორვეტის ძრავები უყენიათ. ამ მანქანაზე ეს ვიდეო უნდა ჩაწერილიყო რა შეიძლება. ხო, ამ 7-დან 7 ავტომობილიდან ერთი ცალი კოლექციონერმა წაიყვანა, რომელიც $300,000 გაყიდეს აუქციონზე. ხო, ბარეტ ჯექსონის აუქციონზე გაიყიდა $300,000 კი ბატონო. და ეხლა ვიტყვი ამ მანქანის ფანებზე და ფილმის ფანებზე რა. ყველას იმის მერე რაც ეს ფილმი გამოვიდა, ესეთი მუსტანგი უნდა. და რატო არის მაგარი ეს მუსტანგი მოგლეთ რა. ხო იცით ელეონორი. იცით ელეონორის რეპლიკის კიდვა შეიძლება. ანუ მანქანა ფაქტიურად გაბანძდა. იმიტომ რომ ექსკლუზიური აღარ არის. აი ეს მანქანა ექსკლუზიურია, იმიტომ რომ იმ კოლექციონერს ყავს ერთი ცალი. და დანარჩენი ამატყავთ რა ფილმის იმაშია შენახული. მოკლედ ფილმი სტუდიამ დაიდოვა. ერთი ცალი დაიდოვა სტუდიამ, დანარჩენი დაიმტვრა. დანარჩენი დაამტვრიეს ხო. ანუ ორი ცალია რა. ამას ფიზიკურად ვერ გააკეთებ. ელეონორიც ორი ცალია. ნამდვილი ხო. ჩიფუზის გაკეთება. ხო, მაგრამ მე $100,000 იხდი და ყავს რა ელეონორი. მაგის თქმა მინდოდა. ხო, ნუ ეს ახლა. ეს ექსკლუზივი არის. ანუ ესეთი მარტო ორი ცალია. ხო, ამ კუზავს კიდე აქ 5-დან 0 ძრავი ხო აქვს?
კიდე აქ 3 და 7 ძრავი 2 და 3 გქონდა თუ არა არ მახსოვს იმიტომ რომ 2 და 3-ის ეკობუსტი ეხა გამოდის ეგ ძრავები მერე გააკეთე ეს თუ არ ვიცი ვერ გეტყვი ხო და ხო ვისაც ანუ ამბობენ ხოლმე რომ 5-დანული მუსტანგი თუ არ ყავსო ნამდვილი მუსტანგი არ არის 3 და 6 მუსტანგში მე ნაჯდობი ვარ საკმაოდ ისეთი სასიამოვნო მამაშვილმა რო ვიკატავეთ არა მარტო ხო და ჩვენი მეგობრის სიტყვებს გავიმეორებ ბოლო კაცური მუსტანგია ეს ეგრეა და მიმართვა ქართველ მუსტანგერებს ხვა მუსტანგის გამოა რომ საქართველოში ამდენი მუსტანგი დადის მე მგონი ეგრეა შეიძლება სხვათა შორის ეს ამ ფერების კომბინაცია და ეს ტკბილობები ძალიან მოხდება რა მანქანას სხვათა შორის ყველაზე რთული რა ესეთივე რომ დაამზადო ხო კრილოების თემა აი უკანა კრილოების თემა არის წინა კრილოების კიდე შეიძლება რაღაც მოფიქრება და კაპოტი ხო ყოველ შემთხვევაში სურვილი მაქვს ესეთი მუსტანგის გაკეთების და რამდენად გამოვანახოთ ნამდვილად ვლაპარაკობ ნახოთ იმედი მაქვს რომ ერთხელ მაგის საშუალება მექნება თუ გავაკეთებთ ნახავთ კი ხო ზუსტად მიახლოებული ფილმიდან ეს მანქანა რატო არ არის რომ არა ხო აი მინდოდა რომ მეთქვა დამასწრე მაისტომ გააკეთა ესე რომ ზუსტად იგივე იდენტური არ გააკეთა ეგეთ სალონში შეცვალა დეტალები იმიტომ რომ ლიცენზია ბევრი ფული უნდა კი და ესე გააკეთეს რომ ლურჯი ფერი დამატეს კაბებზე ხო და მონიტორი არ არის მანქანაში და ეგეთი რაღაცებზეა ისა რა ხო ნუ მაგას მე უკვე როგორც ვაკეთებ ხოლმე ახლო კადრში მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი ხო არა თან სახურავით ამას პანორამაა აქ არა ვითომ პანორამა ხო იმასაც ანუ იმას პანორამა აქვს შავია ესეთი რა ხო და რა მინდა რომ ვთქვა ეს საკოლექციო მოდელი გამოდის სულ ორ მასშტაბში ერთი 24-ში და ერთი 64-ში ხო და ეს უფრო იაფია ბევრად იაფია ვიდრე ერთი 64 ერთი 64 ორი ბრენდი უშვებს ერთი Hot Wheels-ია რომელიც ღირს $180 შიფინგის დაწონის გარეშე ნუ ის Need for Speed-ის პინით არის რა ეს Need for Speed-ის კარდი არის და ესეთი დევს და იმას ლიცენზია აქვს ნაყიდი ხო იმას ხო და კიდე არის მეორე brand-ი რომელიც არ მახსოვს და $60-ზე მეტი ჯდება და ეს ის Need for Speed-ის პინით არის? არა ის პინით არ არის სადგამზე დგას და ესეთია რა ანუ იმას ლიცენზია არ აქვს ანუ არა შეიძლება აქვს არ ვიცი ესეთია რა რა თქმა უნდა მას არაფერი არ եղებო ხო და ეს გააკეთეს ერთი 24-ში და ერთი 18-ში და ერთი 53-ში არა გვაქვს არა მაგიტო გადავწყვიტე რომ ნუ პატარა რაღაცა მე მგონი არც გამოდის ხო რა 1.18 და 1 არა არ გამოდის თორე ან 1.18 მექნებოდა ან 1.53 ნუ ეს მანქანა იმიტომ ვიყიდე რომ ცოტა უკანონო გადავახვიო და რაც კოლექციონერობა დავიწყე იმის მერე მინდოდა რომ მქონოდა რა და არხი რო გავაკეთეთ ნუ არხის პონჩი მიზეზი იყო რომ ვიდეო ჩაგვეცე რა თქმა უნდა ვიყიდე მაგიტო რა ესეთი მანქანა კოლექციაში რო გაქვს არ შეიძლება რომ ვიდეოც არ გააკეთო ხო ანუ ვიდეოს გამო ვიყიდე ეს მანქანა რა ისე ხო რასო პარგიდოდა არა მინდოდა მაგრამ ეხლა 53-ს ხო აგროვებდით რა იმიტომ ვიკავებდი თავს რომ მეთქი 1.24 ხო ნუ ჩვენი მასშტაბი არის ხო და ეგრე შვილო უკვე ისე აგვერდაგვერია მასშტაბები ეხლა ხო არხის პონჩი ყველაფრის კეთება შეიძლება უკვე ესე რაღა დაგვრჩა მასშტაბში რა არა გვაქვს 1.6 1.12 1.10 ნუ ეგენი ხო
ხო, ერთი დანარჩენი ყველა ერთი რვა რა გვაქვს, რომ გაიგოთ 10,000-ზე უნდა აგვიყვანო. ერთი რვას არ ვახსენე. ხო, ერთი რვა პირველი ვიდეო უკვე მზად არის. კი ბატონო, გამზადებულია ცხელ-ცხელია ველოდებით. მარტო რენდერი და ატვირთვა უნდა. 10,000 როგორც დაიწერება, ეგრევე გამოვაქვეყნებ რა. კი ბატონო. და ხო, კომენტარები დაგვიწერეთ კიდე რა შეიძლება რომ გადავიღოთ, სურვილი რა გაქვთ ყოველ შემთხვევაში, რომ გავითვალისწინოთ მომავალში რა. და ესეთ კარგ ვიდეოებს კიდე დონაციებს რო გააკეთებთ, წამოვა. აი კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენ გამომწერებს, რომლებიც გვეხმარებიან არხის წინსვლაში და განვითარებაში. ხო, ეგ დასაფასო, არა მარტო დონაციის. ხო. არა, რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩვენ საკოლექციო მოდელს გამოგვიგზავნიან თუ დონაციის გააკეთეთ. ხო. იმიტომ რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა. აქედან ხო, იმიტომ რომ თან მნიშვნელოვანია რა. და ყველაზე მაგრა რა მიხარია, იცი რომ ხვდები რომ მარტო მე არა ვარ. ისეთი ვისაც ეს თემა ევასება. ხო. მოკლედ, რა ვიცი, იმედია ჩვენი დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ. ხო, და კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ კოლექციაში მესამე მუსტანგია და ესეც განსხვავებულია. კი. 3 მუსტანგი მაქვს და 3-ვე ერთმანეთისგან განსხვავებული, 3-ვე ყველა ერთმანეთზე მაგრები არის. და 3-ვე ფილმიდან. და 3-ვე კინოდან არის, ხო. რატომღაც ეგრე დაიწყო. კი. კარგი, დავემშვიდობოთ ახლა ჩვენ მაყურებლებს. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ. ყურადღებისთვის. გამოიწერეთ. ლაიქი არ დაგავიწყდეთ, გაზიარება და კომენტარება და არხის გამოწერა, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ არხი უნდა განვითარდეს. კარგად ბრძანდებოდეთ. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta ride or die. What?